აჭარის პროკურატურა პრობაციონერთა დასაქმებას განაგრძობს 18 წლის ლაშა ქოქოლაძე და 23 წლის ვიტალი ლოზოვოი ორბი ჯგუფმა ბათუმში ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე დაასახმა. მათი ანაზღაურება 450 ლარი იქნება. ორივე პრობაციონერი პირობით სასჯელს ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის იხდის. პრობაციონერთა დასაქმება პროექტ საზოგადოებრივი პროკურატურის ფარგლებში ხორციელდება. პროექტის მიზანია დანაშაულის პრევენციის მიმართულებით პროკურატურის გააქტიურება, პრობაციონერთა რესოციალიზაცია და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. საზოგადოებრივი პროკურატურის პროექტის ფარგლებში აჭარის პროკურატურის მიერ 2011 წლიდან დღემდე სხვადასხვა კომპანიაში 7 პრობაციონერი დასაქმდა. პროკურატურის ინიციატივით კიდევ 2 პრობაციონერი დასაქმდა. ისინი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის არიან მსჯავრდებული და ისინი დასაქმდებიან ორბი ჯგუფში, რომელთა ხელფასიც იქნება 450 ლარი და ეს არის უკვე რიგით მე-7 პრობაციონერი, რომელიც საზოგადოებრივი პროკურატურის ფარგლებში დასაქმდა ბოლო 1 წლის განმავლობაში. ჩვენი მიზანია, რომ კვლავ გავაგრძელოთ აღნიშნული ღონისძიება და ამ ღონისძიების ფარგლებში ჩავხდოთ უფრო მეტი პრობაციონერი. პრობაციონერთა საქმიანობა და მუშაობა კომპანიაში არის საკმაოდ აქტიური და ნაყოფიერი. ამ ფაქტს ამ გარემოებას მოწმობს ისიც, რომ უკვე ერთ-ერთი პრობაციონერი, რომელიც ყველაზე მეტად აქტიური იყო, წავახალისეთ და დავაწინაურეთ პოზიციურად, შესაბამისად გავუზარდეთ სახელმწიფო განაკვეთიც.